მოგესალმებით ყველას, გისურვებთ ყველაზე ლამაზ დღეს, მშვიდობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ჯანმრთელობას და წარმატებებს პირად ცხოვრებაში. ჩრდილოეთის საბერძნეთი, ქალაქი სერესი, სადაც უამრავი მართლმადიდებლური ეკლესია მონასტერია. ადგილი, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ ისინი, გაეცნოთ მათ ისტორიას და დატკბეთ მათი მშვენიერებით. ყველაფერს თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ ზოგჯერ სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ. ყველა ტაძარი უფლის საკუთრებაა, რომელიც გვასწავლის უფლისადმი სიყვარულს, სათნოებას, სიკეთეს და რწმენას. მომწონს ის გარემოებაც, რომ ტაძარში სანთლის დანთება უფასოა. თქვენ სურვილისებს შეგიძლიათ დაანთოთ, რამდენი სანთელიც გნებავთ და დატოვოთ თანხა, რამდენიც მოგესურვებათ. წმინდა თეოდორეს ტაძარი ცნობილია როგორც ძველი მიტროპოლიტი. ის არის ძველი ქრისტიანული ეკლესია, რომელიც მდებარეობს საბერძნეთში, კერძოდ ქალაქ სერესში. ძველი წელთაღრიცხვით ტაძარი მოიხსენიება მე-12 საუკუნიდან, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა და გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტაძარი აშენდა მე-5-მე-6 საუკუნეში. ტაძრის იერსახის შესანარჩუნებლად არაერთხელ ჩაუტარდა რესტავრაცია 1928-1935 წლებში. ტაძარი მიეკუთვნება არქიტექტურულ ძეგლს. ტაძრის შესასვლელი მოპირკეთებულია ჯერ კიდევ ბიზანტიის დროინდელ ეპოქის მოზაიკით. ასევე დღემდე შემორჩენილია მოციქულ ანდრიას ფიგურა, რომელიც განთავსებულია ტაძრის ეზოში. 1993 წლიდან ტაძარს მიენიჭა როგორც ძველი მიტროპოლიტის სახელი, ასევე მუზეუმის ფუნქცია დაეკისრა, რომელსაც უამრავი მომლოცველი სტუმრობს. ყველა ტაძარი ლამაზია, ღმერთმა ყოველი დღე ლამაზად გაგითხრათ. ტაძარში თქვენს მიერ ყოველ დანთებულ სანთელს მოეტანოს თქვენთვის სიხარული, სიკეთე და ბედნიერება. აი ეს პატარა ვიდეო მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა მეგობრებო. ვიდეოს ავტორი გურამ გორგიშელი, უფალი ყარავდა. წმინდა თეოდორეს სახელობის ტაძარი, ჩრდილოეთის საბერძნეთი, ქალაქი სერესი.